ჰომოფობი რატომ გიწოდეს ზოგ-ზოგიერთი? ჰომოფობია ძალიან ყბადაღებული თემაა ჩემთან. ვერ გეტყვი, მე უფრო პირადული პრობლემები იყო ჩემი აზრით, საზოგადოებამ და იმ ხალხმა, ვინც ამ საკითხში ჩაიხედა, თვითონ გაცა ამას პასუხი. Შეგიძლია ძალიან თავისუფლად შევხვდეთ იმ ადამიანებს და დავინახავთ ახლა რომელი უფრო ლიბერალური დამოკიდებულების ამ აკადემიური საბჭო გარდა ამისა იქ იყო არ განიხილავდა, არ განუხილია. უნდოდა რომ განეხილას. განაცხადა გიგი თევზაძემ რომ განიხილავსო და არა, გიგი თევზაძემ ისიც განაცხადა რომ ესეთი რამე არ განმიცხადებია. რომელია მართალი ახლა თქვენ თქვით. ზოგადად სასაცილო იქნებოდა ახლა ამის განხილვაც, იმიტომ რომ ამის პრობლემა რეალურად არ დამდგარა და მე ცოტა სხვა ღირებულების ვარ ამ საკითხებისადმი და ძალიან ისე რომ ვთქვათ ლიბერალური დამოკიდებულების და კიდევ ერთხელ ვიძახი რომ ეს იყო რაღაცა პიროვნული ინტერესები, ძველი რაღაცა ნაცნობა, რომლითაც გადაწყვიტეს რომ რაღაცნაირად დამპირისპირებოდნენ და რეალურად უფრო ცუდი რაღაც გამოვიდეთ სათავის. აქ საუბარი იყო LGBT აქციების მოწყობაზე და შენ კრიტიკულად უდგებოდი ამას ზოგადად. შეგიძლია შენი პოზიცია კიდევ ერთხელ კაფეში ჩამოაყალიბო. რაც შეეხება ამ საკითხს, იცით რა არის? მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება. მე ვესაუბრები მეგობრებს, ყავს ამერიკაშიც, ყავს ევროპაშიც და ამ საკითხებზე ზოგადად დავობ და მსჯელობთ ხოლმე. კი. მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება. მე ზოგადად ისიც არ მომწონს, რომ ესეც რო გამოვყო, ესეც არ მიმაჩნია, სწორად უმცირესობას რო ეძახიან, მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის საერთოდ უმცირესობა, მაგრამ ეს არის ჩემი დამოკიდებულება. რომ ჩემი აზრით შეურაცხყოფელია საერთოდ უმცირესობა და თქვა მათთვისაც და ზოგადად ადამიანისთვის, რომ რაღაცა სახით გამოყონ და უმცირესობა დაგარქვან. ფაქტია, რომ ისინი ხო, მაგრამ მე არ მივიჩნევ უმცირესობად, იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავისი სტილი აქვს და დამოკიდებულება ცხოვრების და როგორც უნდა დაუშვათ ისე იცხოვრებენ და თვითონ არიან პასუხისმგებელი თავის ცხოვრებაზე. უბრალოდ მე ვამბობ, რომ და დღესაც ამ პოზიციაზე ვარ, რაც იქ დავპოსტեմ, ხოლო სხვა ინტერპრეტაციები მისცეს მერე, რომ ეხლა თუ მიმჟელია კიდევ ერთხელ ვიძახი და გვიდავია რომ არის თუ არა საჭირო დაუშვათ ის პარადი რომელსაც იყო საუბარი და გეგმავდა საჭირო ჩვენი საზოგადოებისთვის და მე მიმაჩნია რომ ეს არ არის საჭირო და არ არის აუცილებელი ისე როგორც არ შეიძლება უწოდო ადამიანს დაუშვათ რომელიმე უმცირესობა მე შეურაცხყოფად მიმაჩნია თუმცა ეს არის აღიარებული ტერმინი საერთაშორისო სტანდარტებით პრობლემა რა არის საჭირო და რა არა ეს მე მიმაჩნია და მე ვიძახი თორე ზოგადად ესეა ამას არ გულისხმობ არა ძალიან დიდი პრობლემა როგორ შეიძლება გლობალიზაცია და სხვა არატრადიციული იდეოლოგიების შემოსვლა საქართველოში შეუთანადო და კანონის უზენაესობის დროს შეუთანადო ქართული ტრადიციების დაცვის აუცილებლობას. ეს არის უდიდესი პრობლემა, რომელიც ესე მარტივად არ გადაიჭრება, ხო? და ამიტომ ხდება აი ამ გასაყარზე ასეთი დავა და ასეთი დავით არაბა.